მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაპირისპირება სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ იმნაძის კანდიდატურის წარდგენამ გამოიწვია. თანამდებობაზე სამინისტროში მის სარეკომენდაციო წერილს დასის 19 წევრიდან ხელით 16-მა მათგანმა მოაწერა. აღნიშნული ფაქტი თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა და მსახიობთა ნაწილმა გააპროტესტა. მათი თქმით, მსგავსი ქმედებით თამაზ იმნაძე ლია სულუაშვილს ფარულად დაუპირისპირდა. დასის წევრებს კი მან ხელი მოტყუებით მოაწერინა. იმნაძის კანდიდატურის მომხრეები ირწმუნებიან, რომ თეატრის ხელმძღვანელთან მათ პირადული კონფლიქტი არ აქვთ. ჩვენ ლია სულუაშვილს არ ვერჩით. ჩვენ არ გვინდა ქალბატონი ლია სადმე წავიდეს. ჩვენ დასმა მოვითხოვეთ უბრალოდ სამხატვრო ხელმძღვანელი, ეს იყო კანონით გათვალისწინებული. ჩვენ ბოლო წუთამდე არ ვიცოდით თუ ქალბატონი ლია აპირებდა სამხატვრო ხელმძღვანელობაზე წარდგენად. თუ კი იყო სურვილი რომ ვინ ჩამოვა თბილისის რეჟისორი და ვინ დადგამს, მოდით არის კაცი და მიუცეთ საშუალება, რომელსაც არაერთი ვიღაცები კი ამბობენ, რომ უსახური სპექტაკლი, არაერთი წარმატებული სპექტაკლი აქვს დადგმული. და უბრალოდ ერთგული პიროვნება. მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, ჯერ ჩემ ხელმოწერაზეც და ყველაზე რომ 16-მა კაცმა თავისი ნებით ძალიან კარგად გააზრებულად, ესეც ცოტა შეურაცხყოფელი, როდესაც გეუბნებიან, არ იცი რაზე აწერდი ხელ. გააზრებულად მოვაწერეთ ხელი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს და არა ვინმეს გაშვებას. მანუჩარ გოგოლაური ერთ-ერთია იმ სამ ადამიანს შორის, რომლებმაც თამაზ იმნაძის კანდიდატურას დასში მხარი არ დაუჭირეს. მისი თქმით, სარეკომენდაციო წერილს ხელი პირადი შეხედულებების გამო არ მოაწერა. აღნიშნულ თანამდებობაზე კი შესაფერის კანდიდატად ლია სულუაშვილს მიიჩნევს. მსახიობის განმარტებით, დასის წევრებმა, რომლებმაც თავდაპირველად მხარი თამაზ იმნაძეს დაუჭირეს, საკუთარი პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელი მისი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერეს. მე არ მოვაწერე ჩემი შეხედულებების გამო, იმიტომ რომ ეს სხვა შეხედულება მაქვს იმ ხალხისგან განსხვავებით, ის სხვა შეხედულება მქონდა და მე როგორც ვიცი, ახლა იმათი ნაწილმა, ვინც ხელი მაშინ მოაწერა, იმათი ნაწილმა ლია სულუაშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერადაც მოაწერეს ხელი. არ ვიცი, ნაწილი იძახის, რომ შეცდომა იყო, შეცდომაში შეგვიყვანეს, ნაწილი იძახის, რომ ძალიან არ ველოდებოდით ამ ხელა აჟიოტაჟს ატეხილის ამ თეატრთან დაკავშირებით და ნაწილმა გადაიფიქრა ეთყობა, არ ვიცი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაცია ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა წარადგინა. ლია სულუაშვილი ამბობს, რომ თამაზ იმნაძე აღნიშნული პოსტისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. მისივე თქმით, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მან დოკუმენტაცია ბოლო დღეს შეიტანა. მის კანდიდატურას კი საკონკურსო კომისიის 7-მა წევრმა მხარი დაუჭირა. ლია სულუაშვილის თქმით, დასის წევრთა ნაწილი მას რამდენიმე ბრალდებას უყენებს. ერთ-ერთი მათგანი კი თანხების არამიზნობრივად განკარგვა. აღნიშნულ საკითხს თეატრის მმართველი მტკნარ სიცრუეს უწოდებს. მას ჩვენს თეატრში 6 სპექტაკლია განხორციელებული. არც ერთ სხვა თეატრში მას სპექტაკლი არ გაუკეთებია. ესე იგი გამოდის, რომ მე რამდენ რეჟისორსაც მოვიწვევ და დავადგმევინებ, მე უნდა გაუჩნდეს იმის ამბიცია, რომ თურმე უყვარს ეს თეატრი და არა აქ უნდა იყოს. რას ნიშნავს ეს? მე ამაზე პასუხი არ მაქვს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ფინანსებს შეეხება, ეს არის იმდენად მტკნარი, სიცრუე და ალბათ არიან კომპეტენტური სამსახურები, რომელიც ამ საქმეს დაამტკიცებენ. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ორივე კანდიდატმა კულტურის სამინისტროში 4 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. თამაზ იმნაძე ამბობს, რომ თეატრის დირექტორთან მას პირადი კონფლიქტი არ აქვს და პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში არც მის გათავისუფლებას აპირებს. ამბობს, რომ მას მსახიობების 16 ხელმოწერა მოტყუებით არ მიუღია და დოკუმენტებზე დასმა ხელი ორჯერ მოაწერა. პირველ ეტაპზე მინისტრის სახელზე გაწეული რეკომენდაციის, მეორედ კი კონკურსში მონაწილეობისთვის. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმით არ ვაკმაყოფილებ კიდე. ნამდვილად არ ვიცი, კრიტერიუმი არის, როდესაც არ ვაკმაყოფილებ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ მომცემდნენ შეტანის უფლებას. და მეორე ერთი ქალბატონი ლია რო ამბობს, ბოლო წუთამდე არ იცოდა და არ შექონდა, 20 წლიანი განვითარების გეგმა არსებობს, რომელიც კარგ ახსნის სამუშაოა და ცოტა გაუგებარია ჩემთვის ახლა, ბოლო წუთამდე არ შექონდა. უბრალოდ ფაქტი ერთია, რომ ბოლო წუთამდე არ უსწავლს მართლა თეატრისთვის, არ გაუმხელია ბოლო ალბათ 2 დღის ადრე თქვა, ხო შემაქო. იქმნება ჩემგან მტრის ხატი და ნამდვილად არავის არ ვერდის და არავის არ გვინდა თული და პირიქით ჩვენ ვაფასებთ ქალბატონ ილიას ვაფასებთ მის ადგილს ჩვენ თეატრში, მაგრამ ნამდვილად ჩვენ არა ვართ ამრევ-დამრევი ზალა. პირიქით ჩვენ მინდა რომ ქალბატონ ილია ვიხილოთ ჩვენ თეატრის სცენაზე ვიხილოთ დირექტორატად, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელის ნამში გას არ უნდა. აი ეს არის დასის პოზიცია.
პროფესიული თეატრების შესახებ კანონში ცვლილება მიმდინარე წლის აპრილის თვეში შევიდა, რომლის მიხედვითაც თეატრის მმართველის ინსტიტუტი აღარ არსებობს, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილება გაზრდილია. თეატრში მმართველის დანიშვნა ამიერიდან სამხატვრო ხელმძღვანელის კომპეტენციაში შედის. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, სამინისტროში შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობა მხარს ლია სულუაშვილის კანდიდატურას უჭერს. ვინ გახდება მესხეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამას კულტურის მინისტრის საკუთარი ხელმოწერით დაახლოებით 3 დღეში დაადასტურებს.